დღევანდელი პენსია, რომელიც საშუალოდ არის 100 ლარი, დაახლოებით ნახევარს უძრის საარსებო მინიმუმის. ანუ დღევანდელი პენსიონერი მარტო ხელა მოხუცით ქალი, 80 წლის ქალი, რომელიც ცხოვრობს მის ერთ ოთახში და არავინ არ ყავს. ის ადამიანის შიმშილით სიკვდილისათვის არის განწირული. ჩვენ ქართველები ვართ და ყოველთვის ვიღაცა მოგხედავს. ან მეზობელი, ან ძმისშვილი, ან ვიღაცა, მაგრამ სახელმწიფოს იმედზე არა ვართ სამწუხარო და ესაა ცუდი. შიგად გვეკითხებიან შეხვედრებზე ანაბრების შესახებ. ეს ის ანაბრებია, რომლებიც ჩვენმა მშობლებმა თავის დროზე სახელმწიფოს მიაბარეს, სახელმწიფო გვეხვეწებოდა. მოიტანეთ ფული და გაგიორმაგეთ. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სახელმწიფომ ეს თანხები აღიარა შიდა ვალად. ეს აღიარების პროცესი არის დასრულებული. სახელმწიფომ თქვა, მე მაქვს თქვენი ვალი ხალხო. იქვე თქვა, შევიმუშავებთ გრაფიკს და დავიწყებთ ამის გადახდას 5 წლის შემდეგ. იყო ეს გრაფიკი, მაგრამ ეს გრაფიკი არ შესრულდა. გაძლევთ პირობას. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში დაწყებისთანავე შემუშავდება კარგად გაწერილი გრაფიკი და აუცილებლად სახელმწიფო მის საკუთარ მოქალაქეებს დაუბრუნებს ვალს. ფული აღებული აქვს და დააბრუნებს ამას.